ვესაობა გინდა ვიბეცლაოთ. სოეგრია რა. ესე იგი რაღაც შემიბრალი. მათი ბეთრი დაიწყო მანდ და დამთავრდა მან. ან შეიძლება შენ რაღაცა გაგკმომოდა და რაღაც გეფიქრა. ეხა იმისიონი იგი არის. რა იმას რა გავა. გაუგებარი Young Mike-თან ერთად. მოგესალმებით YouTube მაყურებლებო, მე გახლავართ Young Mike-ი, თქვენ უყურებთ გადაცემას გაუგებარი. დღეს ჩემი სტუმარია ცნობილი ფეხბურთელი პელე. როგორ ახარ? ბიჭო, მოვა ამ სიცხეში მოვახერხე და გავცივდი მე. ვა. და ანუ ის რაღაც ხალხური მედიცინა რომ უნდა ჩაარტყა და რაღაცა და მოვედი რა. ბაზარი არ არის. ალბათ სპირტიანი, ხო? ხო რა. რომელი ჯინი, ტეკილა? ჯინი რა. ჯინი. Let's go. ტეკილა ესე ბაჭედიებს. გაგუმარჯოს, კარგად ვიყოთ. კბილად ვიყოთ. ვის ჩაიაროს, ჩამოიაროს. ჩვენ ახზე შემოიხედოს ვიდეოს და დააკლიკოს. ბიჭებო თქვენ გენაცვალეთო? აი კაც გაუმარჯოს. გაუმარჯოს. იცოცხლე და იხარე. მე გავიგე ესეთ ინფორმაცია რომ შენ აკაპელა ბეთლი გაქვს. კი. უახლოეს მომავალში. კი. ჩემი ერთი დიდი ხნის ნაცნობი დამიკავშირდა დიჩი მაგამ ბავზე. ანუ პირველი ეკითხე რომ მეთქი ვისი საქმე კეთდება რა რომ გამოვიდე. ანუ მაყუთი იასნია, მაგრამ ამასთან ერთად ვისი საქმე კეთდება რა და მე ჩანჩო ვისი საქმე კეთდება. ანუ შეიძლება ეხა პროსტა რაღაცა პროექტში დამეზაროს და ფულის გამოც არ მივიდე ან რაღაცა რა და თუ შენაკეთებ მეთქი არ მეზარება გავაკეთოთ რა. გაზარია. პლუს მონატრებული თემა არის აკაპელა და პლუს მინდა რომ დავაბრუნოთ თითქოს აი ბეთლ რეპის მაყურებლები თუ მოყვარულები ვინც არიან მგონია რომ აღარა აქვთ ეგ თავისი პონტი რა თვითონ რაც უსწორდებათ იმიტომ რომ ბოლოს იტოქში ეს ბეთლ რეპი აქ საქართველოს სხვაგან წავიდა რა და კი თუმცა მე იმასაც მივესალმები არა კი რა თქმა უნდა უბრალოდ ანუ მეც რომ მიმიღია ბევრჯერ მონაწილეობა უკვე მე-13 თუ მე-4-ეთ ის მუღამი არ არის. არა, მე რომ გონია რომ ანუ ბეთლში გავდივარ, მე ბოლოს აღმოჩნდა რომ თურმე ეს ბეთლი კი არ არის, აქ ესეა და ეგრო ეთქვა თავის დროზე ჩემთვის. შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყავი. კი, ანუ არ დავწერდი ვაფშე არაფერს, არც ლაინებს ან რაღაცა და მაგ ტრევის სკოტის და დრეიკის ფლოუებით მოვიდოდი და მოვიგებდი რა, ესენ კი. მაგრამ ხონდა შენ ეგეჭვი რომ ეგ იყო. ცოტა სადაც ნახსენები გაქვს რომ აი კი, მაგრამ მაინც მე რაც მჯეროდა იმას ვაკეთებდი რა. მე მგონი ბალანსი ორივე უნდა იყოს რა. მარტო კი, მაგრამ აი ყოველთვის რაზეც არის კამათი რომ მაშინ ჯიურის უნდა მიეცეს რაღაც დირექტივები. მაგაზე ვთანხმდები მე ეგრე ვფიქრობ. იმიტომ რომ მე იქ რო დგახარ და გზაში იგონებ რაღაც წესებს, ვინ რითი მოიგო და ეგ წესები რო არ არსებობს. იცი რა არის? ბოდიში. ჩემი აზრით რა, მაინც ადამიანი სუბიექტური არის. და ჟიურის დირექტივები ექნება თუ არ ექნება, მაინც ალბათ იპოვის რაღაც გზას რომ გაამართლოს თავის ფავორიტი, თუმცა ეს იმას სულ არ ნიშნავს რომ არ უნდა კონდეს არანაირი დირექტივა. არა, ხო, რა თქმა უნდა, ანუ თავისი ფავორიტი რო უნდა გაამართლოს მაგიტო დგას მანდ, მაგრამ ანუ აი ეს მომენტი რომ აი ჩემთვის მთავარია აი ამას ვინ იზავს ანუ ეგ არის ჩემთვის აბსურდი, იმიტომ რომ შენთვის მთავარი რა არის, მან ვაფშე გრამოფონში არაფერ შუაში არ არის, შენთვის მთავარი რა არის რა. რა იცი, შენ ვინ არის შენი ოპონენტი, რას ფიქრობ მის შესახებ? ჩემი ოპონენტი ვაფშე აზრზე არ ვარ, ვინ არის, მაგრამ არ მგონია რომ რამე პრობლემას წარმოადგენდეს ეგ, იმიტომ რომ ეხა მივდივარ მანდ აი მარტო იმიტომ რომ აი ჩემი მუღამი გავისწავრო, აი სკილების თუ აი ბარს თუ რაც არის ეგენი გავაკეთო და ვის მიმართ იქნება რაღაც მომენტში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სადღაც ისა უფრო ხო არ გაგისწორდებოდა რომ აი იცოდე რომ აი ეს ტიპი არის და აი ამას ბიჭო რა არის? ამ მომენტში არა, იმიტომ რომ უფრო ხელშემიშლიდა და უფრო სხვა რაღაცებზე მაინც დავიწყებდი ფიქრს, იმიტომ რომ ჩემი აზრით კი არა და ზოგადად ბეთლ რეპი ეგაა რომ სკილებში ეჯიბრები ტიპს რა იმიტომ რომ გადავხედოთ ეხლა პერსონალებს არ გამორიცხავს. არა, ეგ უკვე შენინებაა რა. მაგრამ ეგ უკვე ანუ სტეიჯზე რაც გადაინაცვლა ამ ყველაფერმა რა, მანდ
უკვე ვიღაცებმა იქ გამოიყენეს, რომ პირდაპირ თუ დრო მაქვს მოსამზადებელი და ვიცი რომ 3 თვეში ამ ტიპს ვებეცლავები, ბარე მაგასაც ვიზავ რა. თორე როა ვიღოთ ეხა აი ის რაღაც ლეგენდარული ბეცლები, რაც ანუ აი ისეთი ტიპები, სადაც ბეცლაობდნენ, ანუ დღეს ვინც ანუ მეინსტრიმ მუსიკაშიც ტოპია და მოღვაწეობს, აი როა ვიღოთ თუნდაც Cassidy Freeways ბეცლი, Mick Mills ბეცლები რაც დევს, მან არც ერთი ბარი არ არის დაწერილი იმ ტიპზე, ვისაც ებეცლავებიან. მან არის პროსტა ბარები მაქვს, ბეცლაობა გინდა ვიბეცლავოთ. ვინ უფრო ბევრი რისაიკლინგიც მიდიოდა, იმიტომ რომ Eminem-საც რო აქვს ის ჯუსთან ბეთლი, იქ რაღაც ბარები მერე just don't give a fuck. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხომ მაშინ სხვა ის იყო, ასე ვთქვათ, აი როგორც კალათბურთი მერე რაღაც დაიხვეწა, ესეთნაირად. ხო რა, მაგრამ მე უფრო მაგის მომხრე ვარ, რომ აი ხო რა და კაკრას აი კონტრასტს ბაზრობდა, რომ ბეცლერები მოკვდაო, თვითონ არ ვიცი შეიძლება პროსტა არ გაუტეხა ვიღაცებს და არის ბაზრა რატო მოკვდა რა, მაგრამ ჩემი აზრით იმიტომ მოკვდა, რომ აი ბეთლი გახდა აი რაღაცა პონტი, რითიც იცი რომ უეჭველი სადღაც კამერაში სახით შეეტენები რა და აღარ დაგჭირდება, ანუ შენი რაღაცა რთული გზით წასვლა თუ რაღაცა რა. და ეს ტიპები ვინც პოზიციონირებენ როგორც ბეთლ რეპერები, ანუ მათი ბეთლი დაიწყო მანდ და დამთავრდა მანდ. რა მე მაგალითად მახსოვს რომ PvP-ზე პირველად რო გამოვედი, პირველი ბეთლი როცა მქონდა, აი წინა დღეს პროსტა სტუდიაში იმდენივე ბეთლი მქონდა, რამდენიც მთელი სეზონის განმავლობაში მქონდა. ან შეიძლება აი პროსტა დავთვრეთ და ვიბეცლავთ ჩვენ მუღამში, ან ჩაულებრივად შეიძლება რომ აი ვიღაცა მოვიდეს, აი რაღაცა $300 ერთ კვირაში გარაშებთან შევხვდები ვიბეცლავთ. ხო და ეგ რომ მაგ ტიპს უთხრა, არა აი იქ უნდა ჩამინიშნო და აი შენ თუ არ ჩაუნიშნე ივენთი სადღაც არ იბეცლავებს ეგრე და ჩემი აზრით ბეთლ-იმსი აღარ არის ეგ უკვე რა. ხო, უფრო ძალიან ისეთ მათი რეგულარული ის არ არის ეგ რა, პროფესია თუ რაც არის რა. კი, ნამდვილად. ხო, მე კიდევ ესეთი შეკითხვა მაქვს რა, რომ ახლა შენ არ თქვი რომ არაფერი არ იცი შენ იმის ოპონენტის შესახებ. არაფერი ვაფშე. მაგრამ იმან იცის ალბათ რაღაც. ყველაფერი ხო? ну, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ რაღაცები მაინც ეცოდინება რა. თუ არა იმ დღეს დაჟე იმაზე Instagram-ზე ისეთი story გააძრო ჩემი, ხში რაღაც 2016 წლის სკრინი ვიღაცასთან რაღაც და სადაც ეგ აქვს შენახული და რაღაცა ანუ მე ბევრი რამე იცის. ხო რა, სადაც მე Facebook-ი გავაუქმე რავი რამდენი 3 წლის უკან და იმის მერე ანუ ყველაფერი გაქრა იქიდან რაღაცა და იმ აქტივს მაინც აქვს ეგ რა. ადრეც იყო ესა და ეხლაც ამ შემთხვევაშიც ეგ ხდება, რომ აი ეს რაღაცა აქეთ მხარეს გამოცდილი ტიპი და აქეთ რაღაცა ტიპი, რომელიც შეიძლება საერთოდ პირველად არის მსგავს სიტუაციაში. ნახავდი ესეთ სანახაობასაც, რა თქმა უნდა, ბჭყალებში სპორტია და საინტერესო არის და ისეთი შემთხვევებიც არის, რომ რასაც არელი ის ხდება, შედეგს გულისხმობ. მაგრამ აი ეს რამდენად შეიძლება რომ აი სულ ესეთი რაღაცეები ვიხილოთ, რომ თითქოს სტანდარტი არის უკვე რა. PvP-შიც აი ხშირად კი არა, მეორე სეზონია თუ მე რამდენი სეზონი არის, რომ ჩვენ დრო გავაკეთეთ, მაშინ ის PvP ბეთლის პირველი სეზონი, მაშინ ნუ ყველა პირველად იყო და რაღაც არეული პონტი იყო და რაღაცა ბეთლში ყოველ შემთხვევაში პირველად იყო. და ეხლა რაღაც ეს სტანდარტივით ჩამოყალიბდა, რომ აქეთ არიან უკვე წინა სეზონზე ვინც იყო, ან იმის წინაზეც ვინც იყო და რაღაც გამოცდილება მაინც აქვთ, 2-3 ბეთლი ან 4 ბეთლი ჩატარებული აქვს და აქეთ პირველად გამოსული. შეიძლება ამ ტიპმა სულ სხვა შედეგები აჩვენოს რამდენიმე თუნდაც რამდენიმე ბეთლის ჩატარების შემდეგ რა. ხო, რა თქმა უნდა. ხო და აი რა შენ რას ფიქრობ ამაზე რა? ჩემი აზრით რავი ანუ ეგრე ვიდეოდან არ უნდა იყოს რა, ვიდეოში დამევასა და ეგრევე მონოჰოლში აქ ბეთლი არ მგონია არასწორი, იმიტომ რომ შეიძლება იმ ტიპმა ჯერ ისეთი ელემენტარული რაღაცეები არ იცოდეს, როგორიცაა ის რომ სახში რო რეპავ და იქ სცენაზე რო რეპავ სხვადასხვა რაღაცა არის, სხვადასხვა სუნთქვა გჭირდება. იქ რომ მიხვალ ფაქტის წინაშე დადგები რომ ეგ არ არის, როგორც მოემზადე თუ რაღაცა და იქ მეორე ტიპმა ეგენი იცის უკვე რა. ხო. უკვე არათანაბარი ის არის. ხო და აი მე ძალიან მომეწონა აი რუსებს ჰქონდათ გაკეთებული ეგეთი თემა, რომ აი ვისაც უნდა და აი დოკში ბეთლში მონაწილეობა,
ყველა დააწყვილეს ვაფშე თითო რაუნდი და ერთი დღე მიდიოდა ეგ რომ პროსტა თითო რაუნდი ვიღაცაებმა იბეთლავეს და მე იქიდან ჩაუნიშნეს მეინ ივენთები ვიღაცაებს რა. ანუ ვიღაცებს არ მიეცათ საშუალება რომ მეინ ივენთზე ამოიღოს თავი მაგას გულს ხო. კი. ხო, უფრო ის არის რაღაცა კი, იმიტომ რომ ახლა რო იღებ საკონკურსო იმას ვიდეოს, რომელიც სტუდიური არის, ანუ მე რა გავიგო იქ ხა რა მოხდება, რა სისაურა, იქნება ვერ სუნთქავ. მაგრამ ალბათ აქ პრობლემა არის სეზონისთვის საკმარისი ხალხის მოძიების რა, რომ ახლა ვთქვათ ნახონ გამოცდილი ბეთლ რეპერი. არ მგონია ეგრე, იმიტომ რომ რო გადავხედე, ანუ კაი ტიპებიც ბევრნი დარჩნენ სეზონს გარეთ რა. კარგი ანუ იმას არ ვიძახი ხა რომ ხო, გამოცდილი ტიპები რა. ხო, მესმის ასაცავ, ხო. და თან ანუ ის მომენტი არის რა, რომ აი ჩვენ რო ვიყავით მაგასაკის ალბათ აი რაღაცა ბარში ლაივი გექნებოდა ან რაღაცა ხო მაქსიმუმ და ეხლა იტოქში ეს ტიპები რა ისეთ რეალობაში გაიჩიცნენ რომ ტიპის პირველი ლაივი ეგრევე სავსე მონოჰოლში იყო პირველი ლაივში რაღაც 2000 ჰონორარი მისცეს და ანუ ძალიან ის თითქოს ის იმ გზის გავლა აღარ ჭირდება და მერე იკარგებიან რა. კი ანუ რაღაც ვარჯიშზე არ ყოფილან და ეგრევე თამაშზე გაიჩითნენ თუ რაღაცა. და ვითომ ხო მაგარი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ გამძლეობა რაც შენ უნდა გამოგიმუშავდეს იმ სიტუაციაში შენ რომ ბარში კონცერტს მართავ და კაციშვილი არ მოვა და რაღაცა გული დაგწყდება და რაღაცებს გადიხარ, ამას მერე გადიხარ რაღაცა ყველაფერს ერთიანად და ძალიან ბევრს შეიძლება გულით წაუსრულდეს. კი, იმიტომ რომ ბევრმა ახლა ბევრი ვერ ხედავს იმას თვითონ ივენთზე, ბეთლ ივენთზე რომ მიდიხარ ადონის ან დაძაბულობა იმიტომ კი არ არის რომ რაღაცა პროსტა ეგეთი აურაა რომ შეიძლება იმიტომ დაძაბულობა პირველად არის ბავშვი ამდენ ხალხში აი ეგეც არის ანუ და პლუს იქ DJ რაღაც ტრეკს უკრავს იქამდე სანამ ბეთლი დაიწყება იქ ვიღაცა ტრევის სკოტი მაგრა რეპავს და შენ უცბად შეიძლება თვით შეფასება დაგივარდეს მაგის გამო. იმიტომ რომ ნახევარი საათი სანამ შენ უნდა გარეპო ვიღაცა მაგარი ტიპების რეპს ასმენინებს ამ ხალხს ტიპი რა და უცბად შენ უნდა გარეპო იქ რა. და მაგარი ტიპების დამიქსულია და რაღაცა რა. იმიტომ მე მახსოვს ანუ პირველ ბეთლზე რა გავიჩნდე ანუ ჩავიჯვი რა მეთქი სად მოვედი რა გასასვლელი საით არის მეთქი მანახეთ იმდენად სხვა რაღაცა იყო მაგრამ მე იტოქში დაჟე ლაივით არ მქონია მანამდე არსად და პროსტა ეგრევე ის იყო ნიკისთან ბეთლს გულისხმობ ხო არა ნიკისთან ტოტოსთან პირველი 2000 იქ მას მეთქი ამ ბითზე არა ნიკისთან უკვე მაგრამ უკვე ისეთი პონტი მქონდა ახალი რაც დამხვდა ერთადერთი ანუ ტიპს როი ბეთლავები და იქ უკრიდა რო ტიპები როჟებს გიკერავენ ეგ პირველად იყო რა ვაფშე რა იმიტომ მაშინ არ არსებობდა ეგეთი რაღაცა მაგრამ მე პროსტა ანუ ტიპი ვარ ეგეთი რომ ანუ გამეცინა მაგ რა უნდა შეგიცვალოს მაგან რა მაგრამ შეიძლება მოქმედებს ვიღაცა არა ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეგ იმიტომ რომ ჩვენ დროს ეგრე სენსიტიურად თითქოს არ აღიქვავდნენ რა ის კრუები მაინც რა ანუ შეიძლება შენ რაღაცა გაგტყდომოდა და რაღაც გეფიქრა, მაგრამ ეხა იმისიონი არის. რა იმას რა გაუტყდა რო არიცი რა. ხო რაღაცა თელი იმითი რა ქვია, კუტოკის დაპირისპირება თუ რაღაცა. რა როგორი მოქმედა გაციებაზე? ბიჭო, კიდე ხო არ უნდა? ცოტა პაუზა. ხო. და ისე ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვს სასმელთან, ბარებთან? ბიჭო, როგორი დამოკიდებულება მაქვს? აი, რამდენჯერაც გადავწყვიტავ, რომ აი აღარ უნდა დავლიდო თუ რაღაცა, შანსი არ არის, რომ აი სადმე გადაღება არ გაეძრო, სადაც უნდა დალიო. აჰა. სოეგრია რა. ესე იგი რაღაც შემიბრალი იყო. ამჯერად. ბიჭო, არა, მაგრამ მე რატო გადავწყვიტე, რომ აღარ უნდა დავლიო თუ რაღაცა გიწყო? ან შე რატო გადაწყვიტე, ან რატო გადაწყვიტე, რომ აქ იყო სხვათაშორის შემთხვევები, ტიპები არ სვავდნენ და რაღაცა ალტერნატიული ჩანაცვლება გავაკეთეთ. რა, მაგალითად? რა, მე მგონი ენემი იყო, პროტეინი დავალევინა. აა. დალეული ვარ უკვე თქოს. აზრია. კაი და იმ ბარებზე რას მეტყვი? რეპში რო არის ბარები. აუ, ჩემი აზრით ძალიან ცოტა ტიპსაა აქ ეგ რა. აქ ვიძახი. საქართველოში? ხო, იმიტომ რომ თითქოს ვერ მიხვდნენ, თუ ვერ დაამუღამეს, რომ ეგ არსებობს ვაფშე. შეიძლება მაგის აუცილებლობა ვერ დაინახეს. რავი, ჩემი აზრით, რასაც ვუსმენ,
ან მე გიმდენად სტანდარტი არის ზოგადად რა, რომ აი რო ჩართო ამორიკული შეიძლება ვიღაცა ტიპი პროსტა ვიღაც გოგოს უმღერის, მაგრამ ეგენი მაინც არის რა. ხო. იმიტომ რომ განუყოფელი ნაწილია მაგ ყველაფრის მაშინ ან ყველა იზავს, ხო? ხო. და აქ თითქოს ნიტო შტო ბარები რაღაც ისეთი მოდაა შემოსული, რომ ვაფშე აზრი ვერ გამოგაქვს. ტიპი საიდან რა სიძახის რა. ან ხვდები რა სიძახის, მაგრამ ამ ტიპთან აშუაშია, მაგას ვერ ხვდები. ხო, ისე მეც მაგ ხოლმე ეგ განცდა რა და მე რა დასკვნამდე მივდივარ, იცი, რომ მე აი ხოუსმენ ტიპს და ვაფშე ვერ ხვდები რას ამბობს და ვიღაცები ანძრევენ ამაზე, ეს რასაც ამბობს და მე ვიგებ ხოლმე რომ აქ რაღაცა სხვა ღრმა ისტორია არის, რომელიც რაღაცა გარკვეულმა კომიუნიტი მიცის და მე არ ვარ საკმარისად ამის ნაწილიან ჩართული, რომ ეს გავიგო პირველივე მოსმენით. მაგრამ ისი რა არის სიგიჟე? იმ კომიუნიტის ესმის და უსწორდებად ბაზარი არ არის, მაგრამ აი ვიღაცას რომ ჩემზე ნაკლებად რო ერკვევა, ის ამას ძალიან შორიდან უსმენს და აუ არა მაგარია და რატო არის მაგარი? ხო, არა. ჯო ეგეც როგორი პონტია, რომ აი მეც თუნდაც ახლა ამერიკულებს რო უსმენ, ან ახლა წეღან გადავიღეთ, ხო ის ფილმები რო უნდა გამოგვეცნო ემოუჯებით. ვაფშე არ მქონდა არც ის ფილმები, ნანახის ამერიკელები რას ამობენ, ეგეც არ ვიცი. მაგრამ skills ვამუღამებ რა, რატოც მისწორდება. ანუ რაკნა, მაგას ვამუღამებ რა და მაქედან გამომდინარე დაჟე იმას ვამუღამებ იმ ფილმში რა მოხდა. ხო, ხები რასაც ამბობ. ხო და აქ თითქოს რაღაცა mumble rap-ი არის ამ ჯეორებში აზელილი. თუ ეგრე მგონია ვაფშე რომ აი ჩვენ რო გვეგონა რომ აი ჯეორები მოკვდა თუ რაღაცა გადაიზარდა პროსტა სხვა რაღაცაში. მე მგონი განვითარდა პირიქით. ხო, განვითარდა პირიქით. კი, იქით მე რაღაცეები დარჩა ისევ იქ, მაგრამ არა, განვითარდა კარგი მხრივ და ცუდი მხრივადაც რა. ანუ ის ჯეორეპს რატომაც ვეძახთით რომ ვითომ რაღაცნაირი იყო, ეგეც სტეროიდებზე გაიჩითა და ნუ რაღაცა სკილები შეემატათ ტიპს. მაგას არავინ არ წავართ მე ნამდვილად. და აი ჩემი აზრით რაში არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ იმდენად ფიქრობენ სხვა რაღაცეებზე ტიპები. არ არეპულ თემებზე, ხო? ხო, აი კამერას აიცდავდო, რომელი ფერის ბენდენა გავიკეთო, რაღაცა დრედები ვისთან გაიკეთე, ხონცა ის როგორი ტიპები, იცი, რაღაცა მიწეპებული დრედებით და რაღაცაებით რო დადიან, რომ მე მგონი თანამედროვეობის გამოძახილე, ანუ მე მგონი ამერიკაში ციცულება რა. Instagram-ზე პოსტს რა ჰეშტეგი დავაწერო, აი მაგ ყველაფერზე ფიქრის მაგივრად რომ მაგ ტიპებმა რითმები წერონ, პროსტა აი მაგ ეგდრო რო დაუცმონ, ვაფშე სხვა სიტუაცია იქნება რა. მეორეს მხრივ ჩვენ რა რეპის დავამუღამეთ, ხო? ეგ უკვე არ იყო old school-ი რა, ის უკვე თავის დროში new school-ი იყო და ვიღაცა old head-ებისთვის ის იყო რა სიახლე და მაგაზე მიფიქრია რომ რეპი რო არ იყოს ეგეთი განახლებადი და რომ არ ერგებოდეს თანამედროვეობას ყველა მომენტში რა, აქამდე უკვე აღარ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეხლა არა, ხო, მაგრამ გადავხედოთ იგივე სულ ყავს. ანუ რო ავიღოთ ეს ამერიკელი mumble rap-ები თუნდაც ანუ ისენიც კი შვებიან მაგას რა. იმიტომ რომ იქ არის სტანდარტი რომ ანუ გაგება რომ რეპი არის ეს. ცდილობენ, იმიტომ რომ იქ სტანდარტი და კულტურა იყო დიდი ხანი ის რომ მათ აწვებოდნენ თითქოს რომ ეს უეჭველი ბარები უნდა ქონდეს თუ არა და ყლეხა. შენი თქში სწორი თქვი რომ დრო არის რომ კამანდა აი რეპს ჩაუჯდეს რა და მიხვდნენ და გაიაზრონ ვაფშე რა ჟანრში მოღვაწეობენ. იმიტომ რომ აი ეს პონტი რომ ვა რეპი მოდაშია და მეც რეპერი უნდა ვიყო. არა, ანუ ინტერნეტი ხო გაქრა შედი და ნახე ვაფშე რა არის რა. ხო, რა პროსტა მე მგონია რომ მაგას არ იზამენ. ხო და ცუდია, რა ვიცი. რაც არის იქ არის. შენი საყვარელი ბარი რა არის? მაგალითად, აი ბარი ვარ გავყო რამე აი შეუძლიათ აგერ 8 ივლის 8 არის მგონი ჩამოყავთ ბიჭებს Conway და აი რომ ივლენ მან ვაფშე ყველაფერი რასაც იტყვის არის ბარს ვაფშე აი Eminem-ი რო ავიღოთ Eminem-ისგან მახსოვს
ტრეკი არ მახსოვს რომელია, მაგრამ მან დიძახის If I was a bleach, you was a hair, I wouldn't die for you. TI-სთან ერთად. TI-სთან ბაზარი არა. ეგეთი რაღაცეები, აი თუნდაც იქ რაღაც ძველ ალბომებში რომ I have more cartoons than animation. კაკრას wordplay არის. ხო რა. კაკრას ქართული რამე ქართული. აუ ქართულების გეტყვი. აი ლადოს რაღაცეები აქვს. აუ ლადოს კაი რაღაცეებია. აუ დეკი როგორც ფენიქსი, რადგან ეს ჩემი არიზონა. ხო და ანუ რა არის, იცი? აი ამ ტიპებს ვინც პოზიციონირებს რომ აი Battle MC ვარ და რაღაცა, აი რო კითხო ეგენი გეტყვი, აი მაქსიმუმ აი დიზასტერი არის მაგარი გეტყვის და ჩემთვის ვაფშე არ არის მაგარი რა. ჩემთვის ეგ არის დიზასტერი просто გაპიარებული ტიპი. არა, მაგარი არიცი რა. მაგრამ ჩემი აზრით იმ თემაში აი ტოპ 10-ში არ შედის, ჩემთვის ვაფშე რა. შეიძლება შედიოდეს კიდევაც, მაგრამ მაგაში არ არის პრობლემა. ან პრობლემა იმაში არის, რომ დიზასტერი რომ მაგარი არის, სხვა ვინიც კიდე. ხო რა. ანუ იმეების ვისაც ეწოლებოდა ხო ნახე ეგენი რა. ანუ ეხა ემინემი ჩემთვის ცოცხლებში ყველაზე მაგარი არის, მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ მეტი არავინ არ ვიცი. ანუ ყველა ვიცი და ლოგიკურადაც დაგიმტკიცებ ან აგიხსნი მაინც რატო არის ჩემთვის ყველაზე მაგარი. მაგრამ ჩვენ გვაქვს საუბარი ამ მასალაზე რაც არსებობს და აქედან გამომდინარე. ხო და როდესაც იცნობ მასალას და მაგიტო არის დიზასტერი ყველაზე მაგარი და გაქვს შენი ხედვა კი ბატონო, მაგრამ აი იმიტომ რომ ეგ გამიგია ერთი ძმაო, მაშინ ვერ მოყვები. არა, რა თქმა უნდა, ხო. ეგ მომენტი არის. თორე მე არ მაქვს პრეტენზია იმასთან, რომ ვიღაცა გაპიარებული ტიპი იყოს ვიღაცისთვის ყველაზე მაგარი, მაგრამ რატო? დამიმტკიცე, ამიხსენი, დამაჯერე, იქნებ მეუცდები. კარგი, მე მინდა რომ შენ შემოგთავაზო ჩელენჯი. ორ შორის უნდა აირჩიო, თუ არა და სასმელის დადლევა უნდა მოგიწიოს. აი, ესე იგი. რეპი თუ ბეთლ რეპი? ჯო შინარს რომ რეპავ თუ რომ უსმენ. არა, გეკი გეუნები რა უნდა აირჩიო ორში. ანუ ბეთლ რეპი რეპით რო არის რა. ტრეკად მოწოდებული. რეპი თუ ბეთლ რეპი? არჩევანი გააკეთე რეპი. ბანი თუ ტაჰა? Oh shit. არ დავლევამს. ვა, შენ პირველივე ჩელენჯზე არა ეს როგორ რაღაც გამომივიდა, იცი? იმას არა, არ ვიცი flex აქვს თუ DJ იმას. ხო აქვს ზუსტად ესეთი პონტი რა. იმას ნორის. ნორის და იქ რო ეძრობა ხოლმე, რომ იმენა Ice Cube-სან იმენა იმ Los Angeles-იდან ტიპს რო ეკითხება, რომ აბა ფაკი თუ easy და უეჭველი რომ უნდა დალიოს რა, თორე ეგრე გამომივიდა, მაგრამ ხო რა. ნარუტო თუ ბეთლ რეპი? ბეთლ რეპი. ნარუტოში არის სხვათა შორის ბეთლ რეპერი პერსონაჟი. მართლა? ვა. ის რო არის Wu-Tang-ის ის რო არის Killa B-ის ხო იცი? ეგენი ხო. და Killa B არის ძალიან თესლი პერსონაჟი, თან შავკანიანია და პროსტა არ ლაპარაკობს, სუგი რეპავს რა, იგრე ბაზრობს. რა სიგიში? არ ვიცოდი. ძალიან მაგარი კაცი. კარგი, პირველი ჩელენჯი, ასე თუ ისე. აუ, კიდე მეორე ჩელენჯი გელოდება წინ, დაამთავრე ბარი. მე უნდა დავიწყო. აუ, თუ არ დავსვაო? თუ არა დასვაო. აუ, რამე დამაყოლებიდეთ რა. ბიჭო, ფილმებში ის არ გეზიზღება? ანუ მე ყოველთვის ძალიან იმას anxiety-ს მკიდებდა ხოლმე. აი ძალიან თესლად მაგიდაზე რა დაждდებიან და რაღაც თესლ სტეიკებს რო უკვეთავენ და მე ჩემ შვილს აღარ გაეყარ და რომ მიდიან და ეს ყველაფერი რო რჩება ხო ასე მაგას. კარგი, მეორე ჩელენჯი. აუ, აი მანდ უეჭველი დამენძრა, ეხა დაამთავრე ბარში. თქვენი გენგი ფეიკი გენგი ანის მაინც უნდა გამოიცნო. ვისია? ვისია, ხო. თელი გენგი ენკი ბენკი ნიკი სლოუ იქნება ეგ. ნიკი სლოუა. ხო. საიდან არის ხო არ გახსოვს? არა, მაგრამ აი გენგზე მივხვდი რა. Okay. Back the fuck up, shut the fuck up. ეგ შენ ხარ, ხო? მე? არა. აი კაი თქვი თავიდან Back the fuck up, shut the fuck up, Billy. ეგ ისა მაიკლა არის. კი ბატონო, სწორი. მაგრამ Smack the fuck up და მაიკში მაინც ახლოს ვიყავი რა. ნახევარი უნდა დამელი. უი, რაღაცა მაგისი ინსპირაციით ხوار დაწერა ნეტო. ყველაფერი შეიძლება. ეხლა დავაკავში. და კიდევ ერთი. ბუმ, თქვენი ტყვია 100 და გულს.
არ გირჩევთ. მოიტყვით სულს. ბედინა. არა. არა. კაბუ. აი ხო, მაინც აი ხო მივხვდი რა, სადაც რაშიც იყო საქმე რა. სადაც ვარ უნდა დალი. აუ. კარგი, ჩვენ შეგვიძლია რაღაც ბარები გავცვალოთ. ამისთვის გვჭირდება მიკროფონი სტუდიაში. მე ვიწყებ, ხო? აჰა. შარათემ ჰამ. იო. ძველი სკოლა ისევ ფორმაში, ისევ ზივარ ავტობუსზე, ეს ბავშვები მიმყავს სკოლაში. ჩაგიტარე ლექცია მიხსენე ნაგანი, მაშინ შეიძლება მეც გამომყვეს საგანია. ეს არ არის მოსკოვი და მით უმეტეს ჩიკაგო, ჩემზე იმდენი ქილია და მიგახე ნიკანდრო, ჩემ გარასაც არ ელოდები ის უნდა ვიკადრო, მინდა გულით გიყვარდე და ძუკნასავით მიგაგდო. მეტი გადმოვქაჩო მინდა მეტი თოკი, იმდენად წეველი ვარ მოვწიე მთელი ბლოკი, ჩემთან არის ბაზრო რეპი როკი, ეს შავი კულტურა იმდენად შემერწყა მიწოდე ედი ბროკი. ვიმუშავეთ ჰიპ-ჰოპის გამო, თქვენი უმეტესობა მოვიდა პონტის გამო, ყველაფერი ხდება პონტის გამო, ყველაფერი ხდება ვაფშე ოღონდ ყველაფერი პონტის გამო. და როცა დავტოვეთ პორტი, მაშინ თქვენ დატოვეთ პორტი, მე რეპერი უკვე ვიყავი ავირჩიე ტორტი, რეპი თუ არის სპორტი, მე ვარ ჰუსეინ ბოლტი, ანდა ფრანჩესკო ტოტი და მე გავარტყი იმ დღეს, როცა არ ვიქნები იგივე ჩორტი, ესეც თქვენი პონტი, ჩემი ხელწერა ამ სხვილი ვიდრე თქვენი ფონტი, მე გავხსენი ფრონტი, თქვენი პონტი ისე ყარს როგორც ძველი შპროტი. ამბობ განგსტერი ხარ, მარა კილერი არა, შენ ამბობ რომ განგსტერი ხარ, მარა დილერი არა, წესიერი კაცი ხარ, ხელოვანი კაცი ხარ, განგსტერის მნიშვნელობას უყველას გამოგვეპარა. ის არიციან დღეს, როლა შეუძლია ნებისმიერ მშიშარა კლეს, იაო. ამას დამიდუსტურებს უკრავი ტექნიკა, ეს არის ნამდვილი ხაზი მე მამარაგებს მექსიკა. ბოდიში რო ვერ შევჭამეს სტილი, დამაკლდაა ცოტა მარილი და ბევრი ბარი, მოვიცვალე თქვენი მოსატყუებელი კბილი, სანაცვლოდ მივიღე $32. ვერ გავიგე რომ მე მხარეს დგახართ, მე ვარ რეპერი, თქვენ უბრალოდ რეპერებს გავხართ. თუ მაგათეგუთნ დრეპ ჩარტი, მე ამ ბოზებს დავერები როგორც ჰედ ბანდი. ვერ გავიგე წავაგე თუ მოვიგე, ვერ გავიგე წავიდე თუ თავიდან გამოვიდე, თითქოს ვერაფერი წავიღერას, შავდე რა მოვიღე, ერთის შეხედვით წავაგე და განცდა მაქრო მოვიგე, ამ წაგებით რა მოვიგე, ალბათ შენი გული, სიძულვილის დავინახე ფერობით შენი ღბული, გადმობა ქართული მთელი კულტურა აფრო-ამერიკული და საიდან ვარ ნუსკულია, ნოუსკული, ალბათ უფრო თრუსკული და გოუსკული, ბავშვობიდან სულსუნი მოგოუთური, ყველაზე მეტი ნომინაცია მაგ გამარჯვების გარეშე აქ პიტერ როტული, ფრაზები ისე აიტაცეს მეგონა გავახმობა ნევროტული, ამერია ტექსტი მარა ამის გარდა ცეკვა მაინც გამივარდა, გამიხარდა, გაბაქარწყა ჰეითი და რეიტინგი კი არ დამიბარდა, ლამისაა თავში ამიბარდა, ამ შემოქმედებითო ბამიბარგა. ჩემი სტუმარი იყო პელე, მე გახლავართ Young Mike-ი, თქვენ უყურებთ გადაცემას გაუგებარი. წლების მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას. ქართულ და ინგლისურ ვიდეოებს ერთ არხზე ვტვირთავდი. შედეგად ალგორითმი აირია. ქართული არხის გამომწერებს ინგლისური ნაკლებად აინტერესებთ, ამის გამო ქართულ ვიდეოებსაც დააკლდა ნახვები. გადავწყვიტე დავიწყო ნოლიდან. შევქმნით ცალკე არხი, სადაც მხოლოდ ინგლისურ მასალას განვათავსებ. თუ გაინტერესებს ჩემი ინგლისური შემოქმედებაც, გამოიწერე Flashlight.